ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს მეფე გიორგი მეხუთე ბრწყინვალე. ნაწილი მეხუთე. 1318 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ მეფე გიორგი მეხუთის წინაშე რთული ვითარება იდგა. საქართველო კვლავ დანაწევრებული ქვეყანა იყო, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებას მრავალი წლის განმავლობაში თითქმის დაკარგული ჰქონდა გავლენა. სხვადასხვა კუთხეში კვლავ გრძელდებოდა არეულობა. ქვეყნის საზღვრები დაუცველი იყო, ხოლო მოსახლეობა მუდმივი თავდასხმებისა და ძარცვის პირობებში ცხოვრობდა. ასეთ ვითარებაში გიორგი კარგად ხვდებოდა, რომ სახელმწიფოს გაძლიერება მხოლოდ ტახტის დაკავებით ვერ მოხერხდებოდა. საჭირო იყო წესრიგის აღდგენა და სამეფო ძალაუფლების ეტაპობრივი დაბრუნება. ამ დროისთვის შიდა ქართლი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მე-13 საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ოსები რეგულარულად ესხმოდნენ თავს ქართულ მიწებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მათ წინააღმდეგ მანამდეც იბრძოდნენ, მონღოლთა ბატონობით გამოწვეულმა არეულობამ და ქვეყნის შიდა დასუსტებამ ოსთა თარეშს კიდევ უფრო შეუწყო ხელი. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა გორისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ოსებმა მნიშვნელოვანი საყრდენი მოიპოვეს. გიორგიმ კარგად იცოდა, რომ ქვეყნის გაერთიანებასა და ძლიერი სახელმწიფოს შექმნაზე საუბარი შეუძლებელი იქნებოდა, თუ სამეფო ხელისუფლება საკუთარ მიწაზეც კი ვერ დაამყარებდა წესრიგს. სწორედ ამიტომ ტახტზე ასვლის შემდეგ მან ერთ-ერთ პირველ ამოცანად შიდა ქართლის გათავისუფლება დაისახა. გიორგი მეფემ სამეფო ლაშქარი შეკრიბა და შემოჭრილების წინააღმდეგ ფართო სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ომი მძიმე და ხანგრძლივი გამოდგა. ოსები მოულოდნელ თავდასხმებს აწყობდნენ, ტყეებსა და მთებში იმალებოდნენ და ქართველებს გზა და გზა სისხლიან წინააღმდეგობას უწევდნენ. სამი წლის განმავლობაში შიდა ქართლი თითქმის უწყვეტი ბრძოლის ველად იყო ქცეული. საბოლოოდ გიორგი მეფის ლაშქარი გორის კედლებს მიადგა. ქართველებმა ოსთა მთავარი ბასტიონი დაიკავეს და ისინი კვლავ კავკასიონის ქედს მიღმა განდევნეს. მეფე მხოლოდ დაკარგული მიწების დაბრუნებით არ დაკმაყოფილდა. ოსთა განდევნის შემდეგ მან ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებითაც ილაშქრა. ქართველებმა გადმოსასვლელი გზები დაიკავეს და იქ მეციხოვნეები ჩააყენეს, რათა ოსთა ახალი შემოსევები თავიდან აეცილებინათ. შიდა ქართლის ბრძოლებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქსნისა და არაგვის საერისთავოების ჯარებმა. თუმცა გამარჯვების შემდეგ მათ შორის დავა დაიწყო. ორივე მხარე საკუთარ თავს მიაწერდა ომში უფრო დიდ დამსახურებას. თავდაპირველად ეს მხოლოდ სიტყვიერი ცდილობა იყო, მაგრამ მდგომარეობა მალე დაიძაბა და ძმათა შორის სისხლისღვრის საფრთხეც გაჩნდა. მეფემ და მისმა ვაჟმა დავითმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს დაპირისპირება თავიდან აეცილებინათ. დიდმა ნაწილმა სამეფო ხელისუფლების მოწოდებას დაემორჩილა, თუმცა არაგვის ხეობის რამდენიმე თემმა წინააღმდეგობა მაინც განაგრძო, რასაც ქართველებს შორის მსხვერპლიც მოჰყვა. ეს მოვლენები გიორგი მეფისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა. საჭირო იყო მთისა და ბარის შერიგება, შიდა დაპირისპირებების დასრულება და ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელსაც ყველა დაემორჩილებოდა. ამას კი დრო, წინდახედულება და კარგად გააზრებული პოლიტიკა სჭირდებოდა. როგორც შემდეგში დავრწმუნდებით, გიორგიმ ეს ამოცანაც პირნათლად შეასრულა. ოსთა განდევნისა და შიდა წესრიგის აღდგენის შემდეგ გიორგი მეფის ყურადღება ქვეყნის საზღვრებს გაცდა. იგი ხედავდა, რომ საქართველოს გაძლიერება საერთაშორისო პოზიციების დაბრუნების გარეშე ვერ მოხერხდებოდა. სწორედ ამიტომ გიორგი იწყებს მოქმედებას იმ მიმართულებით, რომელიც ერთდროულად როგორც სარწმუნოებრივ, ისე პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებდა. მონღოლთა ბატონობის წლებში ქართველთა მდგომარეობა იერუსალიმსა და პალესტინაში მნიშვნელოვნად გაუარესდა.
საქართველოს კუთვნილი სავანეები და მონასტრები მუსლიმთა მფლობელობაში გადავიდა, რომელთა ნაწილი მეჩეთად იქნა გადაკეთებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის მონასტერს, რომელიც არა მხოლოდ სარწმუნოებრივი, არამედ კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი დავით მერვის დროს ქართველებს დაუბრუნდათ, მისი მდგომარეობა მაინც არამდგრადი და შეზღუდული დარჩა. გიორგი მეფემ ამ ვითარების შეცვლა ერთ-ერთ ამოცანად დაისახა. ჯერ კიდევ რეგენტობის პერიოდში 1316 წელს მან პირველი ელჩობა გაგზავნა ეგვიპტეში, ხოლო ტახტზე ასვლის შემდეგ ეს მცდელობა უფრო აქტიურად გააგრძელა. 1320 წელს საქართველოს მეფემ ეგვიპტის სულთანს ახალი ელჩობა გაუგზავნა. დესპანები, რომელთა შორის იყვნენ პიპაქსნის ერისთავის შვილი და დეკანოზი იოანე ბანდაისძე, სულთანს ძვირფასის საჩუქრებითა და სპეციალური წერილით წარუდგნენ. გიორგი მეფის თხოვნა მხოლოდ ერთი მონასტრის საკითხს არ ეხებოდა. იგი ითხოვდა, რომ პალესტინაში ქართველთა და ზოგადად ქრისტიანთა მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. განსაკუთრებით პრობლემურ საკითხად რჩებოდა ის წესები, რომლებიც მათ დამცირებას ისახავდა მიზნად. მათ შორის ცხენზე ჯდომის შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს ქალივით გვერდულად უნდა ემგზავრათ. ამ თხოვნის შესრულება ეგვიპტის სულთნისთვის მარტივი არ იყო. ჯვრის მონასტრის დაბრუნება უკვე მომხდარი იყო, მაგრამ მისი სტატუსის შენარჩუნება და ქრისტიანთა უფლებების გაფართოება მუსლიმური სასულიერო წრეებისთვის მაინც პრობლემურ საკითხად რჩებოდა. მიუხედავად სირთულეებისა, გიორგი მეფის დიპლომატიურმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო. ეგვიპტის სულთანმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. ქართველებმა შეინარჩუნეს ჯვრის მონასტერი, გაუქმდა ქრისტიანებისთვის დაწესებული დამამცირებელი წესები, ხოლო ქართველი მომლოცველები გადასახადებისგან გაათავისუფლეს და ქალაქში გაშლილი დროშებით შესვლის უფლება მისცეს. ამიერიდან ქართველები იერუსალიმში ცხენებზე ამხედრებულნი, გაშლილი დროშებითა და მეტი ღირსებით შედიოდნენ. მაშინ როცა სხვა ქრისტიან მომლოცველებს კვლავ დამამცირებელი წესების დაცვა უწევდა და სახედარზე გვერდულად მსხდომნი გადაადგილდებოდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველებს გადაეცათ ქრისტეს საფლავის კლიტე, რაც მათ განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებდა წმინდა მიწაზე. ამ მდგომარეობას კარგად ასახავს ერთ-ერთი უცხოელი მოგზაურის ცნობაც, რომელიც 1320-იან წლებში იერუსალიმში იმყოფებოდა. იგი აღნიშნავს: ქრისტეს საფლავის სალოცავის გასაღები ქართველების ხელშია და კენჭსაც არავის აძლევენ ამ საფლავიდან. ყოველივე ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის აღდგენის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ქვეყანა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში თითქმის გამოთიშული იყო დიდ პოლიტიკას, კვლავ იწყებდა აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ურთიერთობებში. მეხუთე ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე, გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.